ერთგულებაზე საოცარი რამ არი არსებებს მეგობარი რომელიც უნდა მოგცემს ძალას ყოველთვის აგათბობს Привет, мам. სალამი რა შევით რა მოწყენილების კეთვართ? არ ვიცით რითი გავერთოთ რა გავაკეთოთ. აი როგორ გაერთობით ტელეფონებში ხართ ყველა ჩარგული? კაი რა არ დაიწყო ახლა ტელეფონების ბრალია ყველაფერი ლექცია. მე უბრალოდ მკითხულობ. რა ვაკეთოთ აბა? მე თქვენ ხელა როცა ვიყავი ხო, კაი არ დავიწყებ მათ ფრაზებს. თქვენ ხელა როცა ვიყავი. მაგრამ ბავშვობაში, ხო, კაი ბოდიში, თინეიჯერობაში საერთოდ არ მქონდა არც smartphone-ი, არც iPad-ი და არც ლეპტოპი. მაგრამ ისე კარგად ვერ თობოდით, აი, ასე მოწყენილებს ვერ გუნახავდით ჩვენ. ტელეფონი რა შუაშია? გადადი ტელეფონები ერთი დღე და აი ნახავთ თუ არ გაერთობთ. კაი რა. არ გამოგვიყვება მაგიტო. სადეთ აბა და რას ეძახით? ხო, დააჩერეთ აბა საკუთარი თავი. კაი იდეა. მე პრობლემად გავძლებ. მეც არ ამგონია. რა უნდა ტელეფონების გარეშე ყოფნას? ხო და სადეთ აბა საგამომდე გადადეთ ტელეფონები. ცადოთ მართლა, საინტერესო იქნება. კაი. აჰა, ჩემი. მე რომ დავიტოვო ტელეფონი? ქათამი. კაი, ხო. გარეთ გავიდეთ მაშინ, სახში რა ვაკეთოთ? წავედით. და გარეთ რა ვაკეთოთ? რამეს მოვუკითხოთ. მე მაქვს იდეები. მოკლედ, საჯივარ მე. ყველას ტელეფონი მე ჩამბარდა, რომლებიც ამ საიმედო ჩანთაში მაქვს. მოიცა, რამე ინტერესი ხო არ მუცეთ? რა იდეა გაქვს? ვინც პირველი გაყდება და ტელეფონს აიღებს, თავდაპირველად დავკიდოთ თელი დღე. ვარემ ხიდიდან გადავაგდოთ. არა, ეგ ნამეტანია. ვინც პირველი აიღებს ტელეფონს, მასთან გვექნება თითო სურვილი. კი, ოღონდ არ შევასრულებდა ქათმობების გარეშე. მე თანახმავარ. მეც. კაი, რიზი გასაგებია. ახლა პირველი დავალება მომიტანეთ ყველაზე დიდი ფოტოლი. ხო, ვის პირველი მომიტანეთ ყველაზე დიდი ფოტოს, 5 წუთით მიიღებს ტელეფონს. კაი, წავედი, მეც მოვძებნო. ხედავ ლაზარე, წადი ფოთოლზე. რა შტეროვა, ფოთოლი არა ის. მე ვიჩევ შემდეგ ხდებს ლაბირინთი ვიგზას მგონი ერთი ძომა. გონი შენი ცოტათი უფრო დიდია. ესენი ნახე რა. აზრი არ აქვს გოგოო. ალექსანდრემ ხილა ფოთოლი მოიტანა. მგონი წინასწარ იცოდა და სახლიდან მოიტანა. კაი, ალექსანდრემ დაიმსახურა ტელეფონი 5 წუთით. ინსტაგრამზე რა მაგარი რაღაც დადებულა. რა მონახება? შენთვის არ შეიძლება.
აი რა. აუ რაღაცა. გონი სპეციალურად გვაწვალებს. კაი საერთოდ არ გვინდა რა ჩვენ ტელეფონი ვითამაშოთ რამე. მე მჭირდება ტელეფონი. და დაჭირობანა. აუ არა ცივა გარეთ და გაუფრიანდებით და გავცივდებით. მე მაქვს მოძდებული შედეგი ჩელენჯი. ნახუჭობა. მაგრამ გამარჯვებულს ექნება იმუნიტეტი. ანუ, ვისაც ბოლოს ვიპოვი, ის სურვილებსაც არ წააგებს. დანებდით. ყველაზე მაგრად მე ვიმალევი. აზრი არ აქვს. მაგასაც ვნახავთ. ვითვლი 30-მდე და ვიწყებ ძევნას. 1 2 6 7 სათქარბი ხარ ელენე. მან ხო ეგრევე გიპოვიან. აზრზე არ ხარ დავალის. ლაზარი გიპოვე. გამართვე ის ჩვენთან და დაჯიკის კამზე. ხო გიპოვი და მოვალ. აი ხო. სხვა ადგილი ვერ ნახე. პირველი მე მოვედი აქ. პირველი რად მოხვდი მე დავხვდი აქ. დამხვდა მაგრამ პირველი მე ვიფიქრე ეს ადგილი. შენს გამო ორივეს გიპოვის ახლა. უბრალოდ ლაპარაკე და ფორმალი გიპოვის. დაჩი ალექსანდრე. წამოვიდე. აჰა, ხო გეუნები. მეც გეუნები. ვენძიყოა. ამ ხილას კვეში სხვა ადგილი ვერ ნახა. მე მომიწუთდა და გვიპოვა ორივე. სხვა ადგილი შენ გებოვა. პირველი მე მივედი და დაიწყო თავიდან. მოიცა. შენ როგორ გიპოვა? დახუჭებანში არასდროს აგებ ხოლმე. ცუდი ადგილია ვარჩი. აი, გოგოების უპოვია. მე და პირველი რომელი იპოვა? მეორე ჩელენჯი დასრულდა. რომელი იპოვა ბოლო? ელენე, მე უბრალოდ ხალხში შევერიე და მარტივად მიპოვა. ელენეს აქვს იმუნიტეტი. გმადლობთ. მოიცა, ლაზარე როგორ იპოვე? ხის უკან იმალებოდა. პირველივე ეგნახე. მეც გამიკვირდა. ლაზარე ყველაზე კარგად თამაშობს ხოლმე დახუჭობანას. მოიცა. სპეციალურად ხო არ აპონინა ლაზარემ თავი რომ შემდეგ ტელეფონი ამოიღო. კაი რა, პატარა ბავშვი ხო არ ვარ. არ წავიდე ეს 6 საათი წუთია უკვე. მოიცა. საიდან იცი რომელი საათია? ხო, ეს ზუსტად დრო საიდან იცი? დაახლოებით თქვი. გონი ლაზარის ტელეფონი უნდა შევამოწმოთ. არა, საჭირო. კი, საჭიროა. ვაუ, მართლა 6 საათი წუთია. ბლოკირა მოხსნათ ლაზარის ტელეფონს თუ შეიძლება. იქნება რა საჭირო? საჭიროა. ეს რა არის? თამაშობდი? მოიცა, ყველაფერს აგიხსნით. საქმე იმაშია, რომ სად გაიქცა? ლაზარეს სურვილების შესრულება მაინც მოგიწევს. დანტეინ დარჩა. 15 წუთში მაინც დაბრუნდება. დაეღოდოთ. Ia imego probis da satrisi
ატყისი ისამდე ძვირფასია და შეუფასებელი როგორც ოქროს ატმისი მე ჩემს მეგობარს ავუხელ თვალს